ომში შეგიძლია მტრის ჯარისკაცი ამით აორთქლო, ან ამით ცოცხლად შეწვა. მაგრამ თუ მასზე ცხენსადენი გაზის ერთი ყუმბარა ისროლე, გილოცავ, ომის დანაშაული ჩაიდინე. ვიცი, როგორი სულელურად ჟღერს ეს, ამიტომ აგიხსნი, რატომ არის ეს გარკვეულწილად გენიალური. ხედავ, პირველი მომწამლელი გაზი პირველ მსოფლიო ომში ქლორი არ ყოფილა. ეს იყო ფრანგული ცხენსადენი გაზის ყუმბარები 1914 წლის აგვისტოში და ის თითქმის არ მუშაობდა. ის თვალებს გიწვავდა დაახლოებით 9 საათის განმავლობაში და მერე გადიოდა. მაგრამ ამან კარი ოდნავ გაახო, რადგან გერმანელებმა ეს ყუმბარები ნახეს და ისინი დაახლოებით ასე ფიქრობდნენ. ანუ ეხლა გაზს ვიხენებთ. და ღმერთო, როგორ გაგიჟდნენ ამაზე. 1915 წლის აპრილში იბრში გერმანელებმა ფრონტის ხაზზე პირდაპირ 170 ტონა ქლორი გაუშვეს და ჯარისკაცები ფეხზე მდგომნი იხჭობოდნენ, რადგან ფილტვები სითხით ევსებოდათ. შემდეგ გამოჩნდა ფოსკენი, რომელიც თავიდან კარგად გაგზნობინებს თავს, მაგრამ 2 დღეში კლავს. და შემდეგ მოვიდა მდოგვის გაზი, რომელიც კანს ბუშტუკებად ძვავდა. მხოლოდ 3 წელიწადში გაზმა დაახლოებით მილიონი მსხვერპლი გამოიწვია და ეს ყველაფერი დაიწყო ხელხუმბარით, რომელიც თითქმის ისეთივე ეფექტური იყო, როგორც წიწაკის სპრეის ქილა. და სწორედ ამიტომ შეიქმნა ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენცია, რომელსაც ახლა უკვე 193 ქვეყანა აწევს ხელს. მუხლი ერთი გრძალავს ცრემდენი გაზის გამოყენებას, როგორც ომის იარაღს. არა იმიტომ, რომ ცრემდენი გაზი განსაკუთრებულად სასტიკია, არამედ იმის გამო, რასაც ის გზას უხსნის.